საქართველოს შეერაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი ავღანეთში ISAF-ის მისიას ასრულებს. ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული ქართველი სამხედროები ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებენ. სოფელ შააბანში გეგმიური ქვეითი პატრულირებისას ქართველმა სამშვიდობოებმა რამდენიმე საეჭვო შენობა გაწმინდეს. სოფელში გადაადგილებისას ასეულობით სამხედრო მოსამსახურე ადგილობრივ გლეხებსაც გაესაუბრნენ. სოფელ ომალში გადაადგილებისას კი პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ჯარისკაცებმა სოფლის უხუცეს და საბჭოზე ადგილობრივებთან საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ქართველმა სამშვიდობოებმა სოფლის მცხოვრებლებსა და ბავშვებს ტკბილეული საკანცელარიო და პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგეს. ამ პატარა საჩუქრებით ჩვენსკენ წამოვიდეთ მოსახლეობა მთლიანად და რა ვიცი, მადლობლები არიან მთლიანად სოფლის მოსახლეობაც და მთლიანად კოალიციური ჯარებით რაც მომდა ამის მაყოფილები არიან. ყველანაირ დავალებებს ვასრულებთ. გქონდა ურთიერთობა მოსახლეობასთან, თვითონ ბაზის დაცვა, ქვეითი და მოტორიზირებული პატრულები. რა თქმა უნდა, საბრძოლო ცოდნას ვღებულობთ, გამოცდილებას ვღებულობთ და გამოგვადგება იმაში, რომ შესაბამისად მომავალ თაობებს გადავცეთ ეს ყველაფერი, ეს ცოდნა.